ანტისანიტარია ნესტი და ინფექციური დაავადებების გავრცელების კერა შვახების სოციალურ სახლში მცხოვრები მოსახლეობა გაუსაძლის პირობებზე საუბრობს. შენობის სახურავი დიდ შემდეგ ჩამოინგრა, რის გამოც წვიმის დროს სახლი იტბორება, რასაც ხდებენ შუახევის მუნიციპალიტეტში და როდის მოგვარდება ადგილობრივების პრობლემები დროს რეპორტაჟი მაღალმთიანეთიდან. შუახევის მუნიციპალიტეტის სოციალური სახლის შენობის ნაწილი გასული წლის დეკემბერში დიდ შედეგად ჩამოინგრა. ძლიერი ქარისა და უამინდობის დროს აქ შესახლებულ ეკომიგრანტებს მნიშვნელოვანი პრობლემები ექმნებათ. ისინი საკუთარი ძალებით ცდილობდნენ სახურავის ხელახლა გადახურვას, თუმცა უსახსრობის გამო ვერ შეძლეს. მობინადრეები ამბობენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლების დაპირების მიუხედავად პრობლემის მოგვარება დღემდე ვერ მოხერხდა. გამოსასვლელ დერეფანში დგება მუხლამდის წყალი, ყავს პატარა ბავშვები, უსუსური ბავშვებიც არიან. ყოველ დღე ერთ და იგივე სისველე რაღაცა და ავანტყოფობა არის გაჩენილი. შეიძლება მალე ისეთი ავანტყოფობა გაჩნდეს, რომ ბავშვები საერთოდ ვეღარ გადავარჩინოთ. ანტისანიტარია ნესტი და ინფექციური დაავადებების გავრცელების საშიშროება. ეს ის პრობლემებია, რაც სოციალური სახლის მობინადრეებს აწუხებთ. წვიმისა და უამინდობის დროს პრობლემა მოსწავლეებსაც ექმნებათ. მიმდებარე ტერიტორია გუბეებით იფარება და ბავშვებს გადაადგილება უჭირთ. მეორე სართულზე ვცხოვრობ. რომ ჩამოვალ მეშინია რომ წყალმა ზღვარმა არ წვიმიღოს მეთი მოხუცებული. აქეთ მე ერთი დადებს თითას და დედამ დავდივარ ისე იქ გასწავლე. სოციალური სახლის მობინადრეების პრობლემა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ცნობილია. როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი განმარტავს, აღნიშნული პრობლემის მოგვარება პროექტის არარსებობის გამო გაჭიანურდა. მისივე თქმით, მუშაობა უკვე დაწყებულია. პროექტის დასრულებისთანავე სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდება და რამდენიმე თვეში შენობის დაზიანებული ნაწილი გადაიხურება. პროექტირებაზე გამოაცხადეთ ტენდერი, მათ ერთად არის რამოდენიმე ობიექტები კიდე აღსადგენი. პროექტირება მიმდინარეობს, გამარჯვებული ფირმა გამოვლენილია, სადღაც 10-დან 15 რიცხვამდე ეს პროექტები იქნება დამზადებული და შემდგომი კორექტირების დროს იქნება ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული და შემოდგომამდე მოხდება მისი აღდგენა. შუახევის სოციალური სახლის მობინადრეები ამბობენ, რომ პრობლემა თუ დროულად არ მოგვარდება, ნესტი შენობის ახლად რეაბილიტირებულ ნაწილსაც საფრთხეს შეუქმნის.